მოგესალმებით. ახლა მინდა ავხსნა ერთი თემა და ძალიან გთხოვთ, კარგად მიაქციეთ ყურადღება, რა მინდა რო ვთქვა. ესე იგი, ყოველწლიურად უნივერსიტეტს ამთავრებენ, თქვა, ფინანსების განხრით მილიონობით სტუდენტები, მაგისტრატურას აგრეთვე ძალიან ბევრი ამთავრებს. აგრეთვე არის სხვადასხვა CFA და სხვადასხვა ფინანსური კონცენტრირებული პროგრამები, რომლებსაც ამთავრებენ ადამიანები. PhD სტუდენტები, რომლებიც ფინანსებში მოღვაწეობენ და აგრეთვე ხარისხს იცავენ. აი წარმოიდგინეთ, ეს ყველა ცდილობს, რომ ბაზარზე სტანდარტულ ხუთასზე უკეთესი შედეგი მიიღოს და რაღაცა განსხვავებული გააკეთოს, ან ის რაც იცის, იმით გააკეთოს, რომ უკეთესი შედეგი მიიღოს, ვიდრე სტანდარტულ ხუთასის ინდექსი, რომელიც არის ამერიკული ინდექსი და რომელიც შედგება 500 უძლიერესი ამერიკული კორპორაციისგან, ესეა შექმნილი ინდექსი. და ამაზე უკეთეს შედეგი, ანუ ვიდრე ინდექს აქვს, ინდექს აქვს ისტორიულად საშუალოდ 10% მომგებიანობა, ამაზე უკეთეს შედეგი უნდათ მიაღწიოს. შესაძლოა რამოდენიმე მათგანმა ან რაღაც ნაწილმა უკეთეს შედეგი მიაღწიოს, ვიდრე სტანდარტულ 500-ის ინდექსია, მაგრამ გრძელვადაში ამის გაკეთება ძალზე რთულია და ძალიან გრძელვადაში თითქმის შეუძლებელი ურთულესი რამეა, რომ ვიღაცა მაგალითად 30-50 წლის განმავლობაში სტანდარტულ 500-ის ინდექსი მუდმივად უკეთესი შედეგი მიიღოს. 10 წელშიც კი თითქმის შეუძლებელია, ძალიან რთულია, რომ ეგ მინიმუმ გააკეთოს ურთულესი. ამას რატო გეუბნებით? იმიტომ კი რაღაცებს გული აუცრუდე და აქციების ყიდვა უფრო საინტერესო გავიგე, მეც მაგას ვაკეთებ, ინდექს არასოდეს ვაბამდებ ინდექსში, მაგრამ მე როდესაც დავამთავრე უნივერსიტეტი და CFA-ს ამერიკაში დავამთავრე, მინდოდა ყოველთვის, რომ მინდოდა ეს სფერო ყოფილიყო ჩემთვის უმთავრესი და ამას მიუძღვენი უამრავი დრო, დაახლოებით 50,000 საათი. რომ უბრალოდ მიყვარდა ამის გაკეთება, რომ მაგალითად ყიდულობდი აქციას და ვარჩევდი ისე, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ მართალი გამოსულიყავი. ეს სიამოვნებას მანიჭებდა, იმიტომ ძალზე რთულია მუდმივად ამის გაკეთება. რეალურად აქციას როდესაც იყიდი, ხო? შეიძლება ააგდო მონეტა და 50-50-ზეა, ხო ალბათობა აქეთ მოხდეს, ამით დაახლოებით ასე. ანუ შენ თუ იყიდი მაგალითად 100 კომპანიას, ასე დაახლოებით გექნება 50-მა შეიძლება მოიმატოს, 50-მა არ მოიმატოს, ხო? დაახლოებით სტანდარტულ 500-ის შედეგს მიიღებ რეალურად. მაგრამ თუ შენ გინდა რომ უკეთესი შედეგი მიიღო, ძალზე რთულია და აგიხსნი რატო? იმიტომ რომ ეს მილიონობით სტუდენტი, ვინც ამთავრებს, ვინც უკვე ჩართულია, ვინც ბაზრის მონაწილე პროფესორები, მილიონობით ადამიანი, ხო? ესენი ამ სტუდენტებმა მაგალითად დაამთავრეს კონკრეტული წიგნებიდან, ფინანსური წიგნებიდან, რომელიც დაახლოებით დაკოპირებულია და ყველა დაახლოებით ერთი და იგივე სწავლობს, ხო და კითხულობს. თუნდაც CFA იყოს, თუნდაც ხო. ანუ ეს ინფორმაცია უკვე არის ბაზარზე და ყველასთვის ხელმისაწვდომია, ანუ საჯარო ინფორმაცია, ხო? აქედან გამომდინარე, როდესაც ყველას ერთი და იგივე ინფორმაცია აქვს, ძალიან გულმოდგინედ იყენებს ამ ჭკვიანი ადამიანები, არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან ჭკვიანი ადამიანი გულმოდგინედ გამოიყენებს იმ ინფორმაციას, რაც მას აქვს, ხო? ფლობს ამ ინფორმაციას, მაგრამ ამის გარდა კიდევ სხვებიც ფლობენ ამ ინფორმაციას. აქედან არის ძალიან რთული, რომ ბაზარზე უკეთესი შედეგი მიიღო, დაახლოებით ყველას ანალოგიური ინფორმაცია აქვს. ყველა ერთნაირად სწავლობს წიგნებიდან, ყველას ანალოგიური ინფორმაცია აქვს. ეხლა კიდევ ბლუმბერგი და სხვადასხვა ხო არსებობს ესეთი ტერმინალები, რომლებიც ძალიან რთული გადაწყვეტილებებს იღებ ამის, ანუ ყველას აქვს ცნობა დაახლოებით, სერიოზულ ფინანსის და
სხვებიც იძიებენ ინფორმაციას რაღაცებით ახერხებენ ყველამ რომ მიიღოს ეს ინფორმაცია. გამოდის რომ ბაზარზე დაახლოებით ერთნაირი ინფორმაცია აქვს ყველას. აქედან ძალიან რთულია სტანდარტ 500-ის ზე უკეთესი შედეგი მიიღო. აი ხო ხვდებით რას ვამბობ, ანუ რაღაცი უკეთესი რომ შედეგი მიიღო, რაღაცა განსხვავებული უნდა იყოს გაკეთებული. რასაც მასა არ აკეთებს, ან მასიურად ეს მხედველობაში მაქვს ეს ბაზრის მონაწილეები, სპეკულიანტები თუ საინვესტიციო პროფესიონალები, რაც ესენი არ აკეთებენ. შენ რაღაც განსხვავებული უნდა გააკეთო. გარდა ამის, შენ თუ შეგიძლია შენ თუ აპირებს რომ სწრაფად იყიდო ხო აქციები, ზოგჯერ არის რომ შენ თუ ასე ვთქვათ, მოდი ეს სიტყვა გამაზე 10 დღე მაგალითად საუკეთესო, შეიძლება რადიკალურად ცუდი შედეგი მიიღო წლის ბოლოს, ვიდრე ეს 10 დღე რო ყოფილიყავი. ანუ რა დროს გაყიდი და რა დროს იყიდი, ეს არის კიდევ ძალიან რთული გადაწყვეტილება, ურთულეს და თუ ესე გაგექცა, ანუ და 10 დღე არ იყავი ბაზარზე და თქვა მაღლა ძალიან სწრაფად ავი და შეიძლება სულ ეს იყოს წლის მოგება, ან რაღაცა დიდი ნაწილი მაინც ხშირად ხდება რომ ძალიან სწრაფად იმატებს რამოდენიმე დღე და ეს არის ხოლმე ძალიან ლომის წილი იმას უჭირავს მომგებიანობაში წლის ბოლოს ამ კომპანიის და თუნდაც ინდექსის. აი ეს მინდათ მე არ ვამბობ რომ აუცილებლად ყველამ უნდა უფრო ინდექსირება, აი მაგალითად ETF-ები რო იყიდო, რაღაც მოცოდა მოსაბეზრებელი იყიდ და ესე ელოდები შეიძლება გაყიდო კი გამოყიდო, მაგრამ სულ მოდროდინში ხარ, მაგრამ როდესაც არჩევ აქციებს და ეს საინტერესოა. ახლა ვისთვის არის საინტერესო? პროფესიონალებს, ვისაც აინტერესებს ეს სფერო და ვისაც მიძღვნილი აქვს ხო თავის ცხოვრება ამ სფეროზე. ხა ვიღაც თუ მაგალითად სამსახურში მუშაობს სხვადასხვა და ძალიან დაკავებულია, იმას ყოველთვის ETF-ი ურჩევნია, რადგან უკეთეს შედეგს ვერ მიიღებს. შეიძლება ერთი აქცია ვიღაცამ გიჩიოს და მოიგო, მაგრამ ცოტა ხანში ისევ სხვა აქციაში წააგო, ან რაღაც. ამიტომ იმ ადამიანებისთვის, ვინც აი ბოლომდე არ არიან ჩართულები და მიძღვნილი არ აქვს ბოლო წუთი ამ საინვესტიციო სფეროში, ხო? ამ საქმიანობაში. ურჩევნია ETF-ი იყიდოს და ის ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ აი ძალიან უყვართ და ეს უნდა აკეთონ და ეს არის მათი მოწოდება, აი მათ შესაძლებელია, მაგრამ აქ კიდევ მაგრამ რატომ ამბობ? განსხვავებული თუ არ აკეთე რამე, აი შენ უნდა განსხვავებულად შეხედო სხვა რაღაცას, განსხვავებული ხედვა უნდა კონდეს, ვიდრე კონსენსუსი, ასე ვიტყვი. თუ გინდა რომ განსხვავებული შედეგი მიიღო და სტანდარტ 500-ზე უკეთესი შედეგი მიიღო. რამე სხვანაირად უკეთებ, თუ შენ ეკითხები სხვებს, ეს ვიყიდო ეს აქცია, ეს აზრი არ აქვს, ან წაიკითხავ რეპორტში, ან ანალისტების, მაგალითად ანალისტების გამოქვეყნებულ ყიდვა გაყიდოს კონკრეტულ კომპანიაზე, ხო? მაგალითად იყიდე, ან გაყიდე ეს კომპანია და ამ შემდეგ, როდესაც ხედავ შენ რომ მაგალითად ბევრი ფიქრობს რომ უნდა იყიდო. იმიტომ მას საინვესტიციო მასაზე მაგხდელობაში უკვე ყიდულობენ ამას. ამიტომ ეს ფასზე უკვე ასახულია. რაღაცა ინფორმაცია რაც არის გამოსული, მოდი შევთანხმდეთ, ფასზე ისიერად ისახება, რადგან თქვენ თუ გაქვთ ცდომა, ისე ყველას აქვს ამ ციფრულ სამყაროში ყველას აქვს ცდომა წამიერად. ამიტომ შენ რაღაც განსაკუთრებულს ვერ მიიღებ. თუ საჯარო ინფორმაცია აიღე. ანუ ამიტომ შენ უნდა გქონდეს რაღაც განსხვავებული მოდელი, განსხვავებულად ხედავდე და განსხვავებულად. შენ თუ ადევნებ თვალს და მარტო უსმენ იმ ადამიანებს ხვებს, უკეთეს შედეგს ვერ მიიღებ. შენ თვითონ უნდა მოახერხო ეს. ამან შეიძლება მოახერხო იმით, რომ მეტი გამოცდილება გაქვს და სხვანაირად უყურებ, შეიძლება სხვა რამე იკითხო, სხვანაირად დაუკავშირო, სხვა რამე ხედო. მარტო შეფასებით ამას ვერ მოახერხებ. იმიტომ შეიძლება შეაფასო შენს გარდა კიდევ სხვებიც შეაფასებენ. კი ეს ძალიან კარგია, რომ ძალიან სულ შედეგს არ მიიღებ, თუ შეაფასებ და იცი რომ კომპანიას კონკრეტული ღირებულება არის ბაზარზე იაფი, ვიდრე მისი რეალური ღირებულება შენი შეფასების შედეგად, ხო? მაგრამ როდესაც სხვებსაც შეუძლია თუ გინდა რომ სერიოზული შედეგი მიიღო, ძალიან განსხვავებულად უნდა იფიქრო და ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღო, მაგალითად, რასაც ბაზარზე არ იღებენ, მაგალითად თუ ყველა ფიქრობს სიტყვაზე, რომ აი ეს მაგალითად ტესლა არის ცუდი კომპანია, მაგალითად აი ძალიან დავარდნილია ფასი, შესაძლოა მაგ დროს იყიდო, თუ შენ ფიქრობ, რომ კარგი კომპანია. მხოლოდ იმიტომ, რომ სხვები ფიქრობენ, რომ ცუდია, ეს არ კმარა. შენ უნდა იყო დარწმუნებული, სხვები რომ ამბობენ, ისე იცდებიან და შენ იყიდო. აი ზუსტად ესეთი მიდგომებით შესაძლებელია, ან განსაკუთრებულად ტრენდებს თუ ხედავთ, მაგალითად რაღაც
აი ხელოვნური ინტელექტის ტრენდი, მაგალითად ადრე იყო cloud-ის ტრენდი და ასე შემდეგ, რომელ კომპანიებისთვის იქნება ძალიან სასარგებლო, ამ კომპანიებს შეიძლება დააბანდონ. და ასე შემდეგ, ინდუსტრიები უნდა გქონდეთ გაანალიზებული. თვითონ ინდუსტრია უნდა გქონდეთ, კონკურენცია უნდა გქონდეთ, თვითონ ეს კომპანიის ანალიზი უნდა შეგეძლო და შეფასება იდეალურად და უაზროდ არ უნდა ზოგჯერ რომ გაყიდო. შეიძლება ფიქრობ რომ დავარდება, გასაგებია, მაგრამ შეიძლება დავარდეს და მე ძალიან მოიმატოს. განსაკუთრებით მაგარი სწრაფი, რო ვთქვი 10 დღე, 20 დღე, ძალიან სწრაფი მატება ამეთქი, ხო? წლის განმავლობაში და ამაშია ელომის წილი. ხდება ხოლმე, როდესაც დავარდება რაღაცა კარგად, აი მე, მაგრამ შენ თუ გაყიდე რაღაც სიტყვაზე და დავარდა, შეიძლება ძალიან არ დავარდეს და ძალიან მაღლა დაიწიოს, ხო? და შენ ფიქრო კიდევ მაგრად დავარდება. ეხლა მშვიდად ლამაზად როდესაც ადვილია, მაგრამ რეალურად რო დაიწყებ ამის კეთებას არის ურთულესი და აი ძალიან სტრესული, აი თუ გინდა სტრესში იყო, მუდმივად ეს უნდა აკეთო. ეს კიდე გაყიდე ხო ხდება. აი ეს არის ზუსტად რაც მინდოდა, მე თქო უბრალოდ დაფიქრდით რაღაც მომენტებში, ნუ თქვენ არ ხართ, მაგრამ ძალიან ბევრი არის, ვინ ძალიან კარგად აზროვნებენ, ძალიან კარგი ინფორმაცია, თქვენზე უკეთესი ინფორმაცია შეიძლება გქონდეთ. მაგრამ ეს არის რთული, ამიტომ განსხვავებული თუ არ აკეთე, განსხვავებულ შედეგს ვერანაირად ვერ მიიღებ. არ შეიძლება ყველასნაირად აკეთო და განსხვავებული შედეგი მიიღო. განსხვავებულ შედეგს იღებ, როდესაც შენ სხვანაირად უდგებიან სხვა რამეს აკეთებ, ვიდრე მასა, ასე ვთქვათ, ან კონსენსუსი საინვესტიციო მოხდომაში. დიდი მადლობა, კარგად იყავით.